შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ნაწილი მეორე. პროფესორი და პოეტი, პირველი. ისინი ეპიკურეს მიმდევარნი, საზოგადოებრივ მოღვაწეობას გაურბიან და თავის მოწაფეებსაც აიძულებენ გაურბოდნენ მას, პლუტარქე. ნაცრისფერ პიჯაკში და შარვალში გამოწყობილმა შაულვაშიანმა და ხშირ წარბებიანმა პატარა კაცმა გიმნაზიის სახელოსნოს დურგალმა პოლონელმა სტანისლავ გალევიჩმა შინდის ხისაგან კორნელის ჩინებული ყავარჯენი გაუკეთა. თავმოღუნულ ყავარჯენს წვერში რეზინის რგოლი მიაჭედა, ფილაქანზე რომ არ დასცურებულიყო. თებერვლის ბოლოს კორნელიმ იმ ყავარჯნით უნივერსიტეტში სიარული დაიწყო. იგი მედიცინის ფაკულტეტიდან ფილოლოგიურზე გადავიდა. ყველაზე გულმოდგინეთ კორნელი დიდი ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის, სასულიერო მწერლობის დიდი სპეციალისტის კორნელი კეკელიძისა და გარუსებული ქართველი მეცნიერის, პეტერბურგის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორის, კლასიკური ფილოლოგიის დოქტორის ფილიმონ ერისთავის ლექციებს ესწრებოდა. ფილიმონ ერისთავი ბერძნულ და რომაულ ლიტერატურაზე კითხულობდა ლექციებს. 60 წელს მიღწეულ პროფესორს მსოფლიო მეცნიერის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. ეს სახელი მას ეგვიპტის პაპირუსებზე დაწერილი და ალექსანდრიის წიგნთსაცავში დაცული მენანდრეს კომედიების შებრალული და ჟამისაგან აქა-იქ წაშლილი ტექსტების გაშიფრვამ და დადგენამ მოუპოვა. ერისთავის ლექციები მეტად მიმზიდველი იყო. პროფესორს საამო ხმა ჰქონდა. იგი ამღერებული და ლამაზი რუსულით კითხულობდა ლექციებს. პეტერბურგელი ძველი არისტოკრატივით უქცევდა ენას იმგვარად, როგორც ევროპაში, უფრო კი საფრანგეთში გაზრდილ დიდგვაროვანს ჩვევიათ ხოლმე. იგი რუსი არისტოკრატების იმ რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ევროპის კულტურის წინაშე მუხლს იდრეკდნენ. ევროპაში როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობდნენ თავს, ხოლო თავის სამშობლოში კი უცხოელებს ჰგავდნენ. მათ თავის მშობლიურ ხალხთან კავშირი გაეწყვიტათ და მისი სიდუხჭირისა და ჭირვარამისა არა ესმოდათ რა. ფილიმონ ერისთავი მაღალი, გამხდარი და ქერაკაცი იყო. სახის ნაკვთების წყობით ინგლისელს ჰგავდა. მოგრძო სახე, მრგვალი და ფართო ნიკაპი ჰქონდა. მის სახეს გრძელი და ქერა ულვაში ამშვენებდა. მიუხედავად მისი ასაკისა, თმაში თეთრი არ ერია. ჭროღა, მოცისფერო, შუქიანი თვალები და არწივის ნისკარტივით მოღუნული ცხვირი ბერძნულსა და თანაც მედიდურ გამომეტყველებას და იერს ფენდა მის სახეს. ფილიმონ ერისთავის მამა, გარსევანი, რუსეთის მეფის ამალის გენერალი, რაჭველი თავადი იყო. ფილიმონს ძარღვებში რუსის და ინგლისელის სისხლიც ედგა. დედა რუსი, ხოლო დიდედა კი ინგლისელი ჰყავდა. იგი რუსეთში დაიბადა, დავაშკაცდა და ქალიც იქ შეირთო. რუსეთში ცოდნისა და მეცნიერული ხარისხის მიღების მერმე ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტში გაემგზავრა. მალე იგი პეტერბურგის უნივერსიტეტმა მიიწვია. აქ მას კლასიკური ფილოლოგიისა და კულტურის დიდი მცოდნე,
ხატრული დიაპაზონის და პოეტური ბუნების მქონე ადამიანი, ცნობილი მკვლევარი, თეთრწვერა პროფესორი ფადეი ზელენსკი დაუხვდა, რომლის დიადი პიროვნება ერისთავს დიდხანს ჩრდილავდა. ბოლოს ქართველ პროფესორს ბედმა გაუღიმა. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის მერმე ზელენსკი პოლონეთში გადასახლდა. იგი ვარშავის უნივერსიტეტმა მიიწვია, მაგრამ მალე ოქტომბრის რევოლუცია მოხდა, ერისთავი რუსეთიდან გამოიქცა და საქართველოს შეაფარა თავი. ერისთავი ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში მიიწვიეს. მან ქართული არ იცოდა და ლექციებს რუსულად კითხულობდა. ერისთავი ქრისტიანულ ერამდე მერვე-მეხუთე საუკუნეებში ძველ ბერძნულზე დაწერილ ლიტერატურას ასწავლიდა სტუდენტებს. ძველ ანტიკურ ფილოლოგიის ძეგლებზე და ეგვიპტურ პაპირუსებზე ხანგრძლივი მუშაობის გამო სახეზე ეტრატის ფერი მიჰფენოდა. ფერფლის ფერი დასჩენოდა და ჟამისაგან გამომხმარ ეგვიპტურ მუმიას დამსგავსებოდა. მას არაესმოდა რა ჩვენი საუკუნისა და ძველი ბერძნული ფილოსოფია, პოლიტიკა, ესთეტიკა, ხელოვნება და პოეზია სრულქმნილი და სწორუპოვარი ეგონა. საზოგადოებრივი წყობილების იდეალურ ფორმად მონარქია მიაჩნდა. ოქტომბრის რევოლუციის მერმე საქართველოში ჩამოსული მოხუცი თბილისის ქუჩებში მარტო დამუნჯებული დადიოდა. მაინც ამაყად და მედიდურად ეჭირა თავი. მარტოობა უყვარდა, რადგან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგე დაინიშნა, დღენიადად იქიჯდა და მეცადინეობდა. მას თავისი სამყარო ჰქონდა. პირველ ხანებში იგი გულჩათხრობილი და მიუკარებელი იყო. თითოეულა პროფესორთან თუ მეგობრობდა, მერმე კი, როცა საბჭოთა რუსეთში განცდილმა შიშმა გაუარა, უფრო გულღია გახდა, მეტი მეგობრები გაიჩინა და ფართო ნაცნობობაც გააჩაღა. ერისთავის ლექციებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვეს როგორც სტუდენტობაში, აგრეთვე თბილისის მოწინავე საზოგადოებაშიც. ერისთავის ლექციებს არა მარტო სტუდენტები, არამედ პროფესორები, ლექტორები, მასწავლებლები, სხვადასხვა პროფესიის ხალხი და უფრო კი ქალები ესწრებოდნენ. მიუხედავად ერისთავის სიბერისა და მის სახეზე უკვე გაჩენილი ბზარებისა და ნაოჭებისა, მაღალი წრის ქალები მას ულამაზეს მამაკაცად თვლიდნენ. პროფესორი უშვილო იყო. მის მეუღლეს პატარა ლამას ცისფერთვალებიან ქერა ქალს ფილოსოფიური განათლება მიეღო. ეს ნიჭიერი, ჭკვიანი და მეცნიერი რუსი თავადის ქალი თავის შრომებს ჟურნალში ფილოსოფიისა და შემოქმედების ფსიქოლოგიის საკითხები ბეჭდავდა. ცოლს დიდ პატივს სცემდა ერისთავი. მიუხედავად ამისა, ბერძნული სრულქმნილი სილამაზის მოტრფიალე პროფესორი წინაც და ახლაც ლამაზი ახალგაზრდა ქალებით იხიბლებოდა და მათთან აშიკობდა, რაც ქმრისათვის არასოდეს დანაშაულად არ ჩაუთვლია მის გონიერ და ეშხიან ცოლს სოფიო დიმიტრის ასულს ტრუბეცკაიას. იგი ქმრის აშიკობაზე თვალებს ხუჭავდა და მეგობრებს კი კეთილი მომაჯადოებელი ღიმილით ეტყოდა, ფილიმოს არ შეუძლია სილამაზეს არ ეტრფოდეს. სოფიო გულითადი სულიერი მეგობარი იყო ფილიმონისა, ბერძნული და ევროპული ენები ზედმიწევნით იცოდა და დიდად შველოდა ქმარს მის მეცნიერულ მუშაობაში. ახლა მოხუცი პროფესორი ქართველი თავადი ქალებით იხიბლებოდა. ესენიც ხარბად პატიჟებდნენ შინ სასიქადულო და სასურველ სტუმარს. მეცნიერული მუშაობისაგან მოცლის დროს ერისთავი სიამოვნებით იღებდა მიპატიჟებას. თავადთა ოჯახებში მოწყობილ ნადიმებს ესწრებოდა და მათ სალონებში ბერძენ პოეტების და საკუთარ ლექსებსაც წარმტაცად კითხულობდა. ხშირმა ქეიფმა
მეცადინეობაზე და დღენიადაგ წიგნსაცავში ჯდომაზე ხელი ააღებინა. დალოცვილმა კახურმა ღვინომ ძარღვებში მოდუნებული სისხლი აუჩქროლა, სახე აუღაჟღაჟა, ქართველი კაცის უდარდელობა, უშრომლობა, დარდიმანდობა ლხინი შეაყვარა და მშობლიური ენის შესწავლის სურვილიც გაუღვიძა. აბა მოდი და ამის მერე ლუარსაბისა არ იყოს, ნუ შეაქებ კახურ ღვინოსა. პროფესორი ფილიმონ ერისთავი სიბერის ჟამს ბერძენი ფილოსოფოსის ეპიკურეს მიმდევარი შეიქმნა. ერისთავმა ეპიკურეს მოძღვრებას ოქტომბრის რევოლუციის მერმე უფრო მაგრად ჩასჭიდა ხელი. მისი გამოქცევა პეტროგრადიდან თბილისში საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრებიდან განდგომა, ცხოვრების მიზნად სიამოვნების დასახვა, 7 ნეტარი ჭვრეტის ქადაგება, ქართველ თავადთა სალონებში მანდილოსნებთან და ქალიშვილებთან ნებივრობა, მათ მოსახიბლავად ბერძენი პოეტებისა და საკუთარი ლექსების კითხვა, ყოველივე ეს რევოლუციისადმი მის რეაქციას და რევოლუციის მერმე შექმნილ, მისთვის მიუღებელ სინამდვილისაგან თავდაცვას წარმოადგენდა. იმ დროს თბილისის წარჩინებულ პირთა ოჯახებში ძალიან დიდ მოწონებაში იყვნენ ვერტინსკი და ერისთავი. ერთი შეხედვით თითქოს საკვირველი რამ არის სენტიმენტალური რომანსების მომღერლის და კლასიკური ფილოლოგიის ცნობილ დოქტორს შორის რაიმე მსგავსების გამოძებნა, მაგრამ საქმე ის არის, რომ თავადებს, მათ ქალებს რევოლუცია არსებული სინამდვილე აშინებდათ და ბედნიერი ცხოვრებით სავსე მახლობელი წარსულის მოგონება, ვერტინსკის რომანებში მისი გამოტირება და რომანტიკულ ზღაპრულ ქვეყნებზე ოცნება სიამოვნებდათ. მეორე მხრივ ერისთავის მიერ ძველი ბერძნული პოეტების ლექსების კითხვა არსებული სინამდვილით შეშფოთებულ ქართველ თავადებსა და მათ ქალებს შორეულ წარსულში ძველი ქვეყნის საოცნებო სამყაროში ასახლებდა ისტორიის მიერ განწირული წოდების წარმომადგენელთ სწორედ აი ეს ხიბლავდათ. ერისთავი განსაკუთრებით ქალებს აჯადოებდა. მოჯადოებული იყო ერისთავით ნინო მაყაშვილიც. მისი მამა ესტატე ხშირად პატიჟებდა პროფესორს ვახშამ ზედასადილზე. ნადიმის დროს პოეტი პლატონ მოგველაძე, რომელსაც ძველი ბერძნული ფილოსოფიისა და ლიტერატურის ცოდნით თავი მოჰქონდა, უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, რადგან მას პეტერბურგის უნივერსიტეტის ანტიკური ლიტერატურის დოქტორის, პროფესორ ფილიმონ ერისთავის სხივოსანი პიროვნება ჩრდილავდა. მანამდე ენამზე მეცნიერი კაცი, ბრწყინვალე პოეტი და არტისტი, ახლა მუნჯად იჯდა. მოგველაძე მოწაფესავით შესცქეროდა მსოფლიოში ცნობილ მეცნიერს, არისტოკრატს და პოეტური ბუნების მქონე მოხუცს, რომელსაც ბერძენი ლირიკოსები რუსულად ეთარგმნა. ნინოს დღეგრძელობის დროს ერისთავი თავისი თლილი, გრძელთითებიანი ხელით მაღალყელიან ბროლის ჭიქას კოხტად ასწევდა და ესტატე მაყაშვილის ლამაზ ასულს მომაჯადოებელი ღიმილით, არწივისებური ხედვითა და ნარნარი ხმით უკითხავდა პოეტი ქალის საფოს ლექსებს. Эти дни ты плела для меня, для себя из фиалок и розовинки, и гирляндой живых цветов обвивала свою шею нежную. Ჩემთვის, შენთვისაც, შენ იმ დღეებში იავარდისგან გვირგვინებს წნავდი და შენ იმ ცოცხალ ყვავილთა წნულებს უნაზეს ყელის ირგვლივ იხვევდი. ნინო სიამოვნებისა და ნეტარებისაგან დნებოდა. ფიქრობდა,
ნეტავი კორნელი ახლა აქ იყოს, რომ დაინახოს და მოისმინოს თუ რა დიდი, ბუმბერაზი ადამიანი, მეცნიერი, პოეტი იხიბლება ჩემით და საფოსა და ალკეოსის წარმტაც ლექსებს მიკითხავსო. კორნელი აღარ დაიარებოდა ესტატე მაყაშვილის სახლში და ამიტომ ერისთავის ლექსების კითხვით ვერ დატკბებოდა. პლატონ მოგველაძე კი თუმცა ისევ ხშირი სტუმარი იყო მაყაშვილებისა, პროფესორ ერისთავის წინაშე მაინც მორცხობდა რუსულად ლაპარაკს და მით უფრო ლექსის კითხვას გაურბოდა. მან მხოლოდ ერთხელ გაბედა წაეკითხა ქართულ ენაზე დაწერილი თავისი ლექსი დიონისე, მაგრამ იმ ლექსს რუსი დეკადენტი პოეტის ვიაჩესლავ ივანოვის დიდი გავლენა ეტყობოდა და მან შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ერისთავზე. სამაგიეროდ ესტატე მაყაშვილის ოჯახს ერთი ვიღაც უვიცი, უცოდინარი, მეტიჩარა და თავხედი, ჩია და ჭიაყელა ჭაბუკი, პოეტი იორამ მინაშვილი აეკვიატა, რომელსაც ნაბერები, ნერვებ აშლილი სტუდენტი ქალები, ფილისტერი მანდილოსნები და მამაკაცები, უმეცარი პროვინციელები ოვაციებს უმართავდნენ. ის ჭიაყელა ბიჭი ისე გათამამდა, რომ მან ერისთავის წინაშე თავისი ლექსების წაკითხვა მოინდომა. დეკლამაციის დროს იორამ მინაშვილი ერთთავად ისე იცვლებოდა, თითქო მარტო გრძნობით შეპყრობილ კაცად იქცაო. მისი განიერი საყელოდან ფანქარივით ამოწვდილ გრძელ და ვიწრო კისერზე პატარა თავი მოთავსებულიყო. ლექსის კითხვის დროს ის ამ პატარა თავს პოეტი ოინბაზი და რომელიღაც ცელქი სასაცილო მაქცია ჩიტის მსგავსად კისრის მალების ირგვლივ თელ 360 გრადუსზე ჯამბაზივით აბრუნებდა. ჭაბუკს ლექსში დალაგებული გაცვეთილი სახეები, თქმები და გარითმული სიტყვები იმორჩილებდნენ, იმონებდნენ, ბოჭავდნენ და თითქო მისთვის უხილავ მხარისაკენ მიაფრენდნენ. იგი თანდათან ეგზნებოდა, ხელებს შეშლილივით აქეთ-იქით აქნევდა, მთელი ტანით ირხეოდა, სასაცილოდ იჭაჭებოდა, იხეოდა და ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა. საკვირველი იყო იმ პოეტის ასეთი აგზნება და აღელვება, რომელსაც სხვათა შორის ხალხის მოსატყუებლად იგონებდა, რადგან მის ლექსებში გაბნეული სახეები, თქმები და რითმები იმჟამად ცნობილი პოეტების ლექსებიდან და ხალხური პოეზიიდან იყვნენ აკრეფილი და მოპარული. მინაშვილი სხვათა გავლენის ქვეშ ექცეოდა, მონურად მიჰყვებოდა მათ. იგი პირწავარდნილი იმიტატორი იყო. პოეტი რაფაელ ახვლედიანი მინაშვილს ქურდ ეშმაკუნას, გაიძვერას და ჯიბიდან გავარდნილს ეძახდა. შესაძლოა იმიტომ, რომ მისი თავისებური დეკლამაციური ნიჭი და ამის გამო ხალხში მისი წარმატება შურდა. მინაშვილს მართლაც თავისებური დეკლამაციის ნიჭი ჰქონდა. ლექსის კითხვის დროს შესაბრალისი შესახედავის ის ჭაბუკი ხალხს ეცოდებოდა და ამიტომაც მოსწონდა. პლატონ მოგველაძემ ერისთავს მინაშვილის ლექსები გადაუთარგმნა. მოგველაძეს გაუკვირდა ჭკვიანსა და დიდად განათლებულ პროფესორს, რომ მოეწონა უცოდინარი და უვიცი ჭაბუკის ლექსები, რომელშიც არავითარი აზრი და პოეზიის ნატამალიც არ მოიპოვებოდა. მინაშვილი, ფიქრობდა მოგველაძე, თავისი პოეტური სახეებით, ეპითეტებით და რითმების ქექვით ბრჭყვიალა სათამაშოებით მოხიბლულ ბავშვს ჰგავს. იგი იმ პირველ ყოფილ ველურ ადამიანს ემსგავსება, რომელიც მზა და ნაპოვნი სამკაულებით, ძვლით, ლითონით,
ფერად-ფერადი კენჭებით, მინის ნამსხვრევებითა და უცხო ფრინველთა ფრთებით ირთვება და თავს ილამაზებს, ხოლო ტანი და სახე კი შეღებილი, მოხატული და ტატუირებული აქვს. იყო ერთი გარემოება, რის გამოც მინაშვილის ლექსები მოეწონა ერისთავს. ამ ბოლო დროს მოხუცი პროფესორი ყველას აქებდა, აკეზებდა, უღიმოდა და ეფერებოდა. ბოლოს მოგველაძეს ეჭვი შეეპარა მის მხატვრულ გემოვნებასა და გულწრფელობაში, მაგრამ მოგველაძე ანგარიში არ უწევდა იმ გარემოებას, რომ ერისთავმა ბევრი იცოდა. მას ბევრი ენახა, განეცადა და ბოლოს დაღლილიყო. საქართველო მისთვის პროვინციას წარმოადგენდა. იგი ახლა აქ თავს იქცევდა და ერთობოდა. იყო რაღაც დონკიხოტური და სასაცილო ამ თვალანთებულ, მაღალ, გამხდარ, ქალივით განაზებულ კოხტაობის მოყვარულ, გარუსებულ მოხუც პროფესორში, რომელსაც სიბერის ჟამს თვითონვე ლექსების წერა დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდად განათლებული, ცნობილი ფილოლოგი და მეცნიერი კაცი იყო, მასაც პოეტური ჭია შესჩენოდა. განა მარტო მას, ის ჭია ფილოსოფოსებს, გამოჩენილ მეცნიერებსაც კი ხშირად შეეპარებათ ხოლმე, იმ განსხვავებით, რომ ფილოსოფოსნი და მეცნიერნი შაირობას სიბრძნის ერთ-ერთ დარგად თვლიან და მსგავსად ლუკრეციუსისა, გოეთესა და სხვათა ღრმა მსოფლმხედველობიდან გამომდინარე აზრის პოეზიას ეტანებიან. ფილოსოფიური კონცეფციის შემცველ ლექსებსაც წერენ და ეტრფიან. ერისთავი კი იმჟამად საყოფაცხოვრებო წარმავალ განწყობილებათა და გრძნობათა გამომხატველ სუბუქი ჟანრის პოეზიას ეტანებოდა. ამიტომ მოეწონა მას უცოდინარი, უვიცი პოეტის იორამ მინაშვილის სანადიმოდ, სააშიკოდ და სალაღობოდ დაწერილი ლექსები, რომელშიც არა სიბრძნე, მაღალი ზნეობა და მიჯნურობა, არამედ წარმავალი განცდები და გრძნობები, უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, ტლაშა მტლუში და სიმრუშე იყო აღწერილი. საქმე ის არის, რომ თანამედროვე სინამდვილეზე აღრენილი და წარსულში გადავარდნილი მოხუცი პროფესორი ახლა პოეტების შეფერადებული, ბრჭყვიალა, უსაგნო სახეების თამაშით და მოჩვენებითი რაღაც ილუზიების საშუალებით ცდილობდა გაქცეოდა სასტიკ სინამდვილეს. მან კარგად იცოდა, რომ პოეტები ლექსთა წყობითა და სახეების თამაშით ახერხებენ დუხჭირ სინამდვილედან გაქცევას და ერისთავიც მზად იყო პოეტების ნეტარ უმეცრებას და ნირვანას დაბრუნებოდა, ოღონდაც მისი საშუალებით მისთვის საზარელ თანამედროვე სასტიკ სინამდვილეს განშორებოდა. იგი ცხოვრებით დაღლილი და გზააბნეული კაცი იყო. იგი ხელოვნებას და პოეზიას სინამდვილეზე გაცილებით მაღლა აყენებდა. ერისთავი მტკივნეულად გრძნობდა თანამედროვე ცივილიზაციის და ძველი სამყაროს ნგრევის მოახლოებას. მან რუსეთში თავისი თვალით ნახა იმ სამყაროს ნგრევა და იმ წოდების კატასტროფა, რომელსაც ის ეკუთვნოდა. მას ეს გარემოება აშინებდა და გამოსავალს ეპიკურეიზმში, ანაკრეონულ პოეზიაში და მინაშვილის მსგავს პოეტების შემოქმედებაშიც კი ეძებდა. ოღონდაც გაქცეოდა სასტიკ სინამდვილეს, ამიტომ მოეწონა ერისთავს იორამ მინაშვილის პოეზია. ან იქნებ გემოვნება ღალატობდა პროფესორს. განა მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა შორის იშვიათია ასეთი შემთხვევა. ამიტომ ხომ არ გახდა ის მთავრობის წევრების და მათი ოჯახების ხშირი სტუმარი. არა, ამის მიზეზი სხვა რამ იყო.
მინაშვილი თავის ლექსებში ჟორდანიას და მის მიერ შექმნილ დემოკრატიულ სამოთხეს აქებდა, ხოტბას ასხამდა, ამიტომ იგი მენშევიკურ მთავრობას მოსწონდა და ხალხი კარის მგოსანს უწოდებდა. ნინო მაყაშვილი მედიცინის ფაკულტეტზე შესულიყო. მიუხედავად ამისა, ის და ელოც ფილიმონ ერისთავის ლექციებს არ აკლდებოდნენ. ეს გარემოება სყინდა კორნელის, რადგან ნინოსთან შეხვედრას გაურბოდა და თანაც ერისთავის ლექციებისათვის თავის განებება ენანებოდა. კორნელი პოლონელი დურგლის სტანისლავ ვილევიჩის მიერ გამოკოპიტებული ყავარჯნით ყველაზე ადრე შევიდოდა უნივერსიტეტის დიდ აუდიტორიაში, წიგნს გადაშლიდა და შიგ ჩარგულ თავს მანამდე არ აიღებდა, სანამ პროფესორი ლექციის კითხვას არ დაიწყებდა. ერისთავი ღიმილით გადახედავდა აუდიტორიას. მას არასოდეს არ ენახა ამდენი ახალგაზრდა, ლამაზი ქალის კრებული. ამიტომ თბილისში განსაკუთრებული ხალისით კითხულობდა იგი ლექციებს. თუმცა ბერძნულ ლიტერატურაში და განსაკუთრებით კი დრამაში მანამდე ნამუშევარმა კორნელიმ მაშინვე შენიშნა, რომ ერისთავი ანგარიშს უწევდა მსმენელების მომზადებისა და რუსული ენის ცოდნის დონეს და ამასთან შეფარდებით იგი თბილისში კითხულობდა არა პეტროგრადის მსმენელთათვის გამიზნულ ვრცელ კურსს, არამედ შეკვეცილს, გასაგებსა და ელემენტარულს. ბერძნული ლირიკა პირველ სემესტრში წაეკითხა ერისთავს და ახლა დრამაზე გადასულიყო. პროფესორი წარმტაცად უამბობდა მსმენელებს ესქილეს ბიოგრაფიას. ნელი ნარნარი ლამაზი რუსულით ლაპარაკობდა იგი ბრძენი პოეტის მოგვისა და მამაცი მხედრის ესქილეს შესახებ, რომელმაც არა მარტო თავისი სწორუპოვარი პრომეთეთი და სხვა ტრაგედიებით ისახელა თავი, არამედ თავისი მამულის მტრებთან, გრძელ დალალებიან მიდიელებთან შეუპოვარი ბრძოლით. კორნელი აუჩქარებლად ასწრებდა ერისთავის ლექციების ჩაწერას, მაგრამ ხშირად პროფესორის მშვენიერი თხრობა ისე იტაცებდა, ხიბლავდა, რომ წერას თავს ანებებდა და ლექტორს ანთებული თვალებით მიაშტერდებოდა. პროფესორიც მხოლოდ კორნელის აიჩემებდა მაშინ აუდიტორიაში და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ერისთავი მხოლოდ მას ესაუბრებაო. მსმენელები ამჩნევდნენ ამას და ყველანი გაოცებით და შურით უყურებდნენ კორნელის. ეს თითქმის ყველა ლექციაზე ასე მეორდებოდა და ერისთავსა და კორნელის შორის ურთიერთმოწონების, მიმზიდველობის უხილავი ძაფები იბმებოდა. ლექციის მერმე კორნელი ისევ წიგნში ჩარგავდა თავს, ჩანაწერს შეასწორებდა და აუდიტორიიდან მანამდე არ გავიდოდა, სანამ ნინო მაყაშვილი იქ იყო. ნინო მიხვდა კორნელი რომ გაურბოდა. ერთხელ კორნელი ნინოს, ელოს და თამარ ქარელიძეს დერეფანში შეეფეთა. მან თავის მეგობარს ბიძინა შარაბიძეს მკლავში ხელი გაუყარა და ქალებს ყავარჯნით წინ ჩაუარა. ელო მიესალმა და შორიდან ჰკითხა, როგორ ბრძანდებით? კორნელი შეჩერდა, მადლობა, გადაუხადა და თვითონაც მოიკითხა. გამხდარი და გაფითრებული ნინო ფართოდ გახელილი, განცვიფრებული თვალებით მიშტერებოდა მას. კორნელი ყავარჯენს დაებჯინა. წელმოწყვეტილი გაუდგა ფართო და გრძელ დერეფანს. ნინო თვალს არ აშორებდა. იგი შეურაცხყოფას გრძნობდა, კორნელი რომ თვალს არიდებდა და თავს ისე იჭერდა, თითქო მას ვერც კი ამჩნევსო. მეორე დღეს ნინო შეუმჩნევლად კორნელისთან ახლოს დადგა. კორნელი მცალი თვალით მოლამდა, შეკრთა და
აუდიტორიისაკენ წასვლა დააპირა, მაგრამ ნინო მიესალმა და ჩუმად უთხრა: სად გარბი ხართ? უგეშინიათ, კაციჭამია არა ვარ. ნინოს მხრივ ეს მთელ გმირობას უდრიდა. კი არ მეშინია, გერიდებით, მიუგო კორნელიმ. გაოცებით შეხედა და დერეფანს გახვა. გულდამწვარმა ქალმა რაღაც ორჭოფული ღიმილით გააყოლა თვალი. მას ძალიან უნდოდა ეთქვა კორნელისათვის ერისთავი მისი მამის ხშირი სტუმარი რომ იყო. ამ დროს ნინოსთან სწორედ პროფესორი ერისთავი მივიდა, კლავში ხელი გაუყარა, აუდიტორიისაკენ წაიყვანა და უთხრა: ვინ არის ის ჭაბუკი? კორნელი მხეიძე, წერალი. მიუგო ნინო. არ შეუმცდარ ვარ ანგარიშში, მაშინვე მივხვდი რომ იგი ხელოვნების მსახური იქნებოდა. მისი სახე პირველი ლექციებისთანავე დამამახსოვრდა. მომწონს, საოცარია ამდენი მწერალი და პოეტი რომ ხავს ამ პატარა საქართველოს. დიახ, ჩვენში მართლაც ბევრი პოეტია. აღტაცებით მიუგო ნინომ ეშმაკურად მოღიმარ პროფესორს. ლექციის დაწყებისას პროფესორმა თავი ასწია. უკან სკამზე მჯდარ კორნელის გადახედა და ლექციის კითხვა დაიწყო. წინა სკამზე მჯდარი ნინო ხშირად შებრუნდებოდა და კორნელის გახედავდა. კორნელიმ უხერხულობა იგრძნო და გადაწყვიტა ერისთავის ლექციებზე სიარულისათვის დროებით თავი გაენებებინა. ლექციის დამთავრების მერმე ერისთავმა გამოაცხადა: ხვალ ლექტორი ათანასე ჯვარშეიშვილი იწყებს ბერძნულ ენაში ლექციების კითხვას. ვისაც ჩემი საგნის საფუძვლიანი შესწავლა სურს, ვურჩევ იმ ლექციებზე დასწრებას. მითხარით, რომელმა იცით ბერძნული ენა? მე ვგულისხმობ ბერძნულ ენაზე წერა-კითხვას და ლექსიკონის დახმარებით ბერძნული ტექსტის თარგმანს. მხოლოდ 4 ყოფილმა მღვდელმა, 3 მასწავლებელმა და კორნელიმ ასწიეს ხელი. პროფესორს გაუხარდა კორნელიმ რომ ხელი ასწია და გაუღიმა. მსმენელები აუდიტორიიდან გავიდნენ. ბოლოს კორნელი და ბიძინა წამოდგნენ. დერეფანში ერისთავი ნინო მაყაშვილს და პოეტ იორამ მინაშვილს ესაუბრებოდა. ირგვლივ მსმენელნი შემოეხვივნენ. კორნელიმ ისარგებლა ამ შემთხვევით და ნინოს გვერდზე ჩაუარა. პროფესორმა თვალი მოჰკრა, თავი ასწია, კორნელი შეხედა და დაუძახა. კორნელი გაწითლდა. პროფესორთან მივიდა. ერისთავმა გაიფიქრა, რა მორცხვი ყოფილა და ღიმილით მიმართა. თქვენ თურმე მწერალი ყოფილხართ, სასიამოვნოა. სად შეისწავლეთ ბერძნული ენა? გიმნაზიაში, მიუგო კორნელიმ. ვინ გასწავლიდათ? კოტოვიჩში. ოტო ვალენტინისძე ხომ არა? სწორედ ის, მაღალი, შავგვრემანი და შავულვაშიანი კაცი. რას ამბობთ? სიხარულით წამოიძახა ერისთავმა. მე და კოტოვიჩი იურევის უნივერსიტეტში ვსწავლობდით ოდესღაც. ნიჭიერი სტუდენტი და ჩინებული ადამიანი იყო. ნეტავ თბილისშია ახლა? არა, იგი პოლონეთში წავიდა, მგონი ვარშავის უნივერსიტეტმა მიიწვია. გასაგებია, იგი იურევის უნივერსიტეტში ყოფნის დროსაც ნაციონალისტი იყო. პოლონელები ყველანი ნაციონალისტები არიან. ამრეზით განაცხადა ერისთავმა. ასე ერთბაშად მოჭრა მან საკითხი მთელი ხალხის მისამართით. კორნელიმ იცოდა, ერისთავი თვითონ რომ რუსი შოვინისტი იყო, მაგრამ მხცოვან პროფესორთან კამაც მოერიდა. ერისთავმა მთელი რიგი შეკითხვები მისცა. მერმე ევრიპიდეს ტრაგედიაზე ჩამოაგდო საუბარი. კორნელის გულდასმით წაეკითხა,
ინოკენტი ანენსკის წიგნი ევრიპიდეს თეატრი. მისმა სწორმა რუსულმა მახვილმა გონებამ და ფაქიზმა გემოვნებამ განაცვიფრა პროფესორი და იმ დღიდან ერისთავი და მისი მსმენელი კორნელი მხეიძე მეგობრები გახდნენ. პოეტი იორამ მინაშვილი კი თვალებს აცეცებდა. კისერი წაეგრძელებინა და არაფერი არ ესმოდა მათი საუბრისა. ის მხოლოდ მე-19 და მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურას და ხალხურ შემოქმედებას იცნობდა. ისიც ქრესტომატიული კურსის ფარგლებში. იგი ნამდვილი უმეცარი იყო რუსული, ევროპული, ანტიკური ლიტერატურის დარგში. არ იცოდა მათი ისტორია, საუკეთესო ნიმუშები. მიუხედავად ამისა, მაინც დამცინავად იღიმებოდა და ფიქრობდა: რა ჭირად მინდა ვიცოდე ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებული პოეტები და მათი ნაწარმოებები. მე მე-20 საუკუნის შვილი ვარ. მე-20 საუკუნე კი ყველა ეპოქაზე უფრო მოწინავე ეპოქაა. ამჟამად ჩვენ ქვეყანაში არსებულ ყველა პოეტზე უფრო ცნობილი მე ვარ. იქნებ ჩვენს თანამედროვე პოეტებს არ სჯერათ მე რომ მათზე ნიჭიერი ვარ. მაშინ თუ ბიჭები არიან, გამოვიდნენ და რომელ აუდიტორიაშიც სურთ, იქ გამეჯიბრონ. თავის გენიალობაში დარწმუნებული უვიცი პოეტი ისევ დამცინავი ღიმილით შესქეროდა პროფესორს, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაზე ბერძენი პოეტებისა და დრამატურგების გავლენაზე საუბრობდა. მოდით ხვალ ჩემთან ბიბლიოთეკაში, მე თქვენ კარგ სახელმძღვანელოს გიჩვენებთ ბერძნულ ენაში. აგრეთვე იონიურ და დოლიურ კილოკავებში სამუშაო წიგნსაც გიპოვით. უთხრა პროფესორმა კორნელის. კორნელი მადლობა გადაუხადა, თავი დაუკრა ყველას და კარებისაკენ გაეშურა.